დაიწყო. პირველ რიგში გამარჯობა ყველას. დღეს არის ჩვენი საოლიმპიადო კურსის მეორე ლექცია და მე ვარ კეთი სულამაინძე. დღეს გასაუბრებით შესავალზე ხელოვნურ ინტელექტში და მოვიდეთ საწყისებს. ეკრანი. ჯერ ცოტა ჩემ თავზე მოგიყვებით, რომ მიცოდეთ რა ტიპის AI-სთან მქონია, ასე ვთქვათ, შეხება, ან რა ტიპის შეკითხვები შეგიძლიათ რომ დამისვათ, მაგით უფრო მიხვდებით. მე ამ ზაფხულს დავამთავრე ბაკალავრი ესპანეთში, უნივერსიტეტში, AI University ქვია. და ეს იყო კომპიუტერული მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ორი სტაჟირება მაქვს გულში გავლილი სტუდენტობის პერიოდში, სადაც ბოლო სტაჟირებაზე მუშაობდი უკვე BERT-ზე და უფრო AI research-ის მიმართულებით და ეხლა ვარ software engineer იტალიურ კომპანიაში Bendixpool-ში. ოკეი. ეს ოდნავ შემსწრებს. ახლა ის განხილვას ვაპირებ დღეს, რა საკითხებია. თავიდან ვაპირებ რომ გითხრათ საბაზისო ტერმინოლოგია და ასევე ოდნავ ვისაუბროთ რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი. შემდეგ გავილით განსხვავებას კლასიკურ ალგორითმებსა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს შორის და რატომ გვჭირდება ხელოვნური ინტელექტი, ინტუიცია რომ მოგეცეთ. შემდეგ განვიხილავთ რამდენიმე რეალურ მაგალითს და რაღაც ოდნავ პრაქტიკულსაც გავაკეთებთ, რომ სახალისო იყოს. და შემდეგ გადავალთ ამოცანის ტიპებზე, რა კლასებად ასე ვთქვათ იყოფა AI ამოცანები. და ხო, რაც მთავარია, შეკითხვები შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში დასვათ, არ არის პრობლემა, რომ შემოწყვეტინოთ კიდევაც. კაი. ოდნავ თქვენი ჩართულობა დამჭირდება ახლა. მაინტერესებს რა მოგდით აზრად, როდესაც გესმით სიტყვები ხელოვნური ინტელექტი. უბრალოდ რომ დავიწყოთ ეს ლექცია ოდნავ აქტიურად. ხელსაწევის გარეშეც შეგიძლიათ. კარგი. მეც არ მიყვარს ესეთი კითხვების სიმართლე რომ გითხრათ. ან კი ბატონო, მია, გისმენ. პროგრამა, რომელიც იძიებს ინფორმაციებს და შემოგვაძლევს სავარაუდო პასუხს. შეიძლება ესეც ითქვას, ერთ-ერთი ვარიანტი ეგ არის, მაგალითად ChatGPT-ს აქვს წვდომა სხვადასხვა თულებზე. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აგენტად მუშაობს და შეუძლია როგორც აგენტმა გამოიყენოს ეს თული, რომ დაძაბნოს ვები მაგალითად. და მაგის მიხედვით რაც უფრო მეტი კონტექსტი ექნება, რომ თქვენს დასმულ შეკითხვას უპასუხოს. კი ბატონო. მოდი, ბარემ ვიტყვი, რაც რამდენიმე სლაიდი ვისესხე ჩვენი ერთ-ერთი ლექტორისგან, იმაგლობა სანდროს. და ასეთი აღწერილობა გქონდა მანქანური სწავლების ალგორითმებზე. ეს არის ალგორითმი, რომელიც მოცემული მონაცემებიდან სწავლობს რაღაც pattern-ებს, კონკრეტულ კანონზომიერებებს და შემდეგ იყენებს ამ მიღებულ უცოდნას ამოცანების გადასაჭრელად. ორი მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ მას უნდა შეეძლოს ცოდნის განზოგადება და უნდა გააჩნდეს, უმეტესობას გააჩნია, კერძოდ, მე მგონი ყოველ შემთხვევაში გააჩნია რაღაც ალბათობა, რითაც ვიცით, რომ ეს მოდელი ასე ვთქვათ, უშვებს შეცდომებს, ან პირიქით რა, ალბათობით არ უშვებს შეცდომებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეტრიკა, რომელსაც მე გავივლით, მოდელის accuracy. არც ერთი მოდელი არ არის იდეალური, 100%-იან accuracy-ს, ასე ვთქვათ, რეალურ სცენებში არასდროს არ გვაძლევს არც ერთი მოდელი. და ამას ქვია accuracy, რა ალბათობით გვაძლევს მოდელი საშუალოდ სწორ პასუხებს და მოცემულ კითხვებზე. კარგი. მოდი გადავიდეთ საბაზისო ტერმინოლოგიაზე. როგორც იცით, ამ კურსს ვატარებთ ქართულად და შეიძლება ისაგვარად ვცდილობთ, რომ ტერმინები გადმოვაქართულოთ და ასე ვთქვათ, დავამკვიდროთ ეს წესად. თუმცა ზოგიერთი ტერმინია, რომელსაც რთულია რომ ქართული შესატყვისი უპოვო, ან უმეტესწილად ხელოვნურ ინტელექტს საკმაოდ საერთაშორისო დონეზე რახან სწავლობენ და უმეტესობა მას აქვს ინგლისურად არის, მაინც ჯობია რომ ინგლისური ტერმინებიც იცოდეთ, ამიტომ ორივეს გამოვიყენებთ ხოლმე. პირველი არის ასევე ამ ტერმინოლოგიასთან ერთად განვიხილავთ ასე ვთქვათ საბსეტებს ხელოვნური ინტელექტის. და თავიდან ვიწყებთ დიდი სუპერსეტით, რომელსაც ქვია AI ხელოვნური ინტელექტი. შემდეგ გვაქვს მანქანური სწავლება, რომელიც არის AI-ის საბსეტი. ეს არის ესეთი ამოცანები, რომლებიც რაღაც კონკრეტული
მიდგომებით იხსნება და ამას უწოდებთ machine learning-ს. თუმცა machine learning-ი და AI ხშირად გამოიყენება როგორც სინონიმები ხოლმე. კურსზე ასე ვიტყვით ხოლმე. ამის საბსეტი კიდევ machine learning-ის არის ღრმა სწავლება, deep learning-ი, რომელიც ეხება ნეირონული ქსელების გამოყენებით ამოცანების ამოხსნას, უფრო. AI ML სინონიმებად გამოვიყენებთ. ასევე გვაქვს natural language processing-ი, ბუნებრივი ენის დამუშავება, ანუ NLP. NLP არის როგორც არა AI-ის ნაწილი, მაგალითად ლინგვისტიკა და მათემატიკა მოიცავს ბუნებრივი ენის დამუშავებას ასევე და სულ არ არის საჭირო რომ მაინც და მაინც AI-ის ნაწილი იყოს, თუმცა გვაქვს ნაწილი, რომელიც AI-ის მოიცავს და ბუნებრივი ენის დამუშავების ერთ-ერთი მაგალითია AI განხრით, მაგალითად ChatGPT, რომელიც სავარაუდოდ ყველა მიცდა. ასევე გვაქვს ერთ-ერთი სეტი, რომელსაც ქვია computer vision, კომპიუტერული ხედვა. ასევე ცნობილი როგორც CV. კომპიუტერული ხედვა შეიძლება იყოს სრულიად AI-ის გარეშე ცალკე სფეროც, მაგალითად კომპიუტერული გრაფიკები. თუმცა კომპიუტერული ხედვაც ერთ-ერთი ანუ ასე ვთქვათ, გადაკვეთა აქვს AI-სთან და deep learning-თან. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ facial recognition-ი, როგორც ერთ-ერთი პროდუქტი computer vision-ის მიმართულებით. და ასე თუ ისე უფრო ახალი საბსეტი გვაქვს generative AI, რომელიც უფრო generative AI ფოტოების შექმნაზე შეიძლება გაგახსენდეთ, ან ტექსტის გენერაციას GPT-ც იდეაში GenAI-ში გადის. აქამდე რაიმე შეკითხვა ხომ არ გვაქვს, ან რამაც თუ ძალიან სწრაფად გადავახტი და გირჩვენიათ უფრო ჩავუღრმავდე, ეგეც მითხარით. Okay. გადავიდეთ შემდეგზე. ახლა მინდა ოდნავ განვიხილოთ, რა არის სხვაობა კლასიკურ ალგორითმებსა და მანქანური სწავლების ალგორითმებს შორის. ალგორითმი, როგორც ჩვეულებრივი კლასიკური ალგორითმი, არის მკაცრად განსაზღვრული წესების ერთობლიობა, რომლების თანმიმდევრული შესრულებით ვაღწევთ წინასწარ დასახულ მიზანს. მაგალითად, ავიღოთ კოდის მხრივ რაიმე ტიპის სორტი, თუნდაც bubble სორტი აქ მითითებული. ან გრაფის ერთი წვეროდან მეორე წვეროში რა უმოკლესი მანძილი შეგვიძლია მისვლა. ამისთვის არის კონკრეტული ალგორითმები, რომლებიც ზუსტად წესები, ასე ვთქვათ, არის გაწერილი კოდში და ვაღწევთ ამ მიზანს ამ კონკრეტული სტეპების გაკეთების შემდგომ. სწორედ კოდი აღწევს ამ მიზანს. თუმცა არსებობს ამოცანები, რომლებიც ძალიან მარტივია ადამიანისთვის, მაგრამ რთულია, რომ ამისთვის კოდი დაწერო და წინასწარ გაწერილი ნაბიჯებით მიხვიდეს სწორ პასუხამდე. ისე როგორც სორტის შემთხვევაში შეგვიძლია, ეგრე რთულია, მაგალითად, მანქანას შეეძლოს ფოტოში კატის ამოცნობა, თუნდაც ხომ? ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის გვაქვს მანქანური სწავლება. უბრალოდ ბევრი ასეთი შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ზოგი მანქანურ სწავლებას არ შეუძლია რომ დაფაროს. მაგალითად ავიღოთ ასეთი NLP ამოცანა, რომ მოცემული გვაქვს ონლაინ მაღაზია, ამაში პროდუქტები და ამ მაგალითად ერთ-ერთ ლეპტოპზე არის რევიუები, განხილვები, ასე ვთქვათ, კომენტარები დაწერილი და ჩვენ გვინდა დავადგინოთ ადამიანი დადებითად აფასებს ამ ლეპტოპს თუ უარყოფითად. ანუ როგორი სენტიმენტია ამ კომპიუტერის მიმართ, პოზიტიური თუ ნეგატიური. მაგალითი, როგორი შეიძლება იყოს ამ კომენტარების, მაგალითად, კარგი ლეპტოპია, საკმაოდ გამომადგა და კარგია, გავუწევ რეკომენდაციას, ან ჩემი საქმისთვის კარგად მუშაობს. ეს არის პოზიტიური მაგალითები კომენტარების. ნეგატიური არის არ მომწონს გამოსახულების ხარისხი, ან შეძენისას გამოუჩნდა ქარხნული წუნი, ყიდვიდან ერთ თვეში გამიფუჭდა რამდენიმე კლავიში. ეხლა ჩვენ რომ გვინდოდეს და იმის თუ შეგვიძლია რომ დავაკლასიფიციროთ სენტიმენტი ამ რევიუის, შეგვეძლო მაგალითად, პირველი სამი მაგალითი რომ აგვაღო, სავარაუდოდ აიღებდით, რომ თუ კი წინადადებაში ურევია სიტყვა კარგის რაიმე მორფოლოგიური ფორმა, მაგალითად კარგია, კარგად, რაიმე ამდაგვარი, შეგვეძლო დაგვეწერა ყველაზე იოლი კოდი, რომ თუ კი წინადადებაში ურევია
ერთ-ერთი ამ სიტყვათაგანი, მაშინ შეფასება დადებითია. ან წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფითია. მაინტერესებს, რას ფიქრობთ ასეთ ფუნქციაზე, რომელიც ესე განსაზღვრავს კომენტარის სენტიმენტს. ისმენთ მათე? ჩემი აზრით ყველა შემთხვევაში კარგი არ იქნება, იმიტომ რომ შეიძლება იყოს წინადადება მაგალითად არც ისე კარგია, რაც დადებითს არ გამოხატავს, უარყოფითს გამოხატავს და მსგავს შემთხვევაში ჩვენი ფუნქცია არალოგიკურია. სრულიად გეთანხმები, კი ბატონო. მარიამ, შენს გქონდა ხელი აწეული. იგივე სქოს ვაპირებდი. ოკეი. კი ბატონო, ერთ-ერთი კონტრმაგალითია მშვენიერი პროდუქტია, რომელშიც მათ ეს მაგალითი სწორი იყო, თუმცა ეს ერთ-ერთი კონტრმაგალითია, სიტყვა კარგი საერთოდ არ ურევია ამ კომენტარში, მაგრამ დადებითია. და რას ვშვებით ამ შემთხვევაში? გადის ავტომატურად ნეგატიურში, იმიტომ რომ if else-ით თუ გვიწერია, რახან სიტყვა კარგი არ ურევია, გავიდო და else-ში და ვიტყოდით, რომ ნეგატიურია. ალგორითმი მუშაობს მაგალითებზე, თუმცა არ აქვს განზოგადების უნარი. ესაა პრობლემა ასეთი ამოცანების შემთხვევაში კლასიკურ ალგორითმებთან. აი, გავაკეთოთ მცდელობა 2. ქართული ლექსიკონიდან ცალ-ცალკე ამოვკრიფოთ დადებითი ემოციის სიტყვები, მაგალითად, კარგია, მშვენიერია, საოცარია და უარყოფითი ემოციის სიტყვები. ცუდი, უშნო, ბანძი, არ ვარგა. და თუ წინადადება შეიცავს რომელიმე დადებით ფორმას, პასუხი დადებითია, წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფითი. ამასთან თუ ხედავთ რაიმე პრობლემას? გიგი? გამარჯობა, მე მაგაზე ეხა შემოვედი, იქ ეწერა რომ 7-ზე იწყება ლექცია და მე ტელეფონში მოვიდა რომ 6-ია და რომელ საათზე იწყება ხოლმე შევათობით. ზოგადად იწყება 7-ზე, თუმცა ზოგჯერ გვექნება ცვლილებები, დღეს მაგალითად გადაუდებელი მაქვს მოგვიანებით და მიწევს წასვლა. კალენდარს უნდა შეხედოთ, ეგ იქნება მთავარი source of truth. Google კალენდარზე გეწერებათ ყოველთვის და ჯობია წინასწარ მან შეხედოთ, ვიდრე წინასწარ გათვლილ საათზე იყოთ დაყრდნობილი. კარგი. გიორგი მაიწია მეორე მხელი. ჯორჯ. ის პასუხი შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ არ არის კარგი დავწეროთ უბრალოდ და ცუდს არ შეიცავს და კარგი შეიცავს და ასეთ შემთხვევაში დადებითი გაგინდება. კი ბატონო, ეგ ერთ-ერთი მაგალითია. კიდევ გვაქვს ელენა იზორია. გამარჯობა, ისმის ჩემ ხო? კი. ხო, მოკლედ მეც იგივეს თქმა მინდა რომ არ იქნება გამართული და უკეთესი იქნება თუ ის იქნება კოდ დაწერილი, სადაც დაითვლის დაუშვათ დადებითი სიტყვები უფრო მეტია, მაშინ ეს წინადადება უბრალოდ დადებით ფორმა არის. და თუ შეიცავს უარყოფით სიტყვებს, შესაბამისად შეგვიძლია შევთვალოთ, რომ ეს წინადადება არის უარყოფითი ფორმის რა. ეგეც შეიძლება. კი ბატონო. კიდევ ცოტას ჩამოვყავთ, შოთიკო. ბოდიში მარიამი ჩანს შემდეგი. ცალ-ცალკე რომ მოვკრიფოთ ყველა სიტყვა უაზროდ დიდი დრო გაჭირდება რა. არ ვიტყოდი რომ ეგ დიდად პრობლემაა. მაგრამ ხო სიტყვების ამოკრეფა ერთ-ერთი ვარიანტია რომ დავთვალოთ ეს რამდენი პოზიტიური, რამდენი ნეგატიური სიტყვა, თუმცა ეგეც სრულიად არ ჭრის პრობლემას. თქვა თანაბარი რაოდენობა მაგ შემთხვევაში რა ხდება. გაბრიელი. მაგალითად რა ითქვას, რომ კამერა არ მუშაობს, ამით ვერ მიხვდები, დადებითია თუ უარყოფითია. იმიტომ დადებითი რა თქმა უნდა, მაგრამ არ წერია არც კარგი, არც ცუდია და არაფერი მაგ შორის. კი ბატონო. ლუკა. ეს თუ ჩამოვწეთ სამ ლექსიკონს კარგების და ცუდების, შეიძლება ძალიან გრძელი ლექსიკონი გამოგვივიდეს პირველ შემთხვევაში და საერთოდ ყველა არც იყოს შეტანილი დადებით სიტყვებში, ანუ უარყოფითებში და ასევე თუ სარკასტულია ეს ნათქვამი, შეიძლება ამანაც მოგცეს ხარვეზე. კი ბატონო, სარკაზმი ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოსაცნობია GPT-საც უჭერს. მოდი ბოლო ორიც, გაბი და მერე კადო. კიდევ ერთი პრობლემა არის, შეიძლება შედარება იყოს, რაიმე არ მოეწონა თვითონ პროდუქტში და შეადაროს სხვა პროდუქტს და ეს ჯობია და უფრო კარგი სიტყვები მასზე გამოიყენოს. კი ბატონო, აი შოთიკოს კომენტარებსაც ვკითხულობ აქ მესიჯებს უფრო სწორად ჩატში, ეგეც კი ბატონო. ერთ-ერთი პრობლემაა და კატო?
ანუ შეიძლება თუ ორივე სახის სიტყვა იყო გამოყენებული, აი მაგალითად არც ისე ცუდია, მაგრამ არც კარგი არა, მაშინ საერთოდ ვერ აღიქვავს და რაღაცნაირად გააბათილო საერთოდ ეგ კომენტარი რა. ხო, გაბათილებად შეიძლება და არ ვიცი საწავლებთ პოზიტიურში თუ ნეგატიურში. ამ შემთხვევაში ალბათ ნეიტრალური ზონა გქონდეს. და მიას კომენტარს დავიკითხავ, გამომართავიან რაიმე მაგდაგვარი რომ ეწეროს, ეხლა ემოციის სიტყვა არაა და ვერ აღიქვავს. კი ბატონო, ემოციის სიტყვებს თუ დავწერთ უბრალოდ, თუმცა გამომართავი ალბათ ნეგატიურ სიტყვებში შევიდოდა, ნეგატიურ ლექსიკონში. პარადოქსულ წინადადებებში რა იგულისხმება? მია? ურთიერთგამომრიცხავი. ეს ალბათ უფრო სარკაზმის მხარეს გავიდოდა. კი ბატონო, Discord-ის ჯგუფს მე ჩაგიგდებთ, ახლა ლინკი არ მაქვს თან. კარგი, მოდი განვაგრძელოთ და ვნახოთ რა კონტრმაგალითები აქვს ამ შემთხვევას. რაც თქვენ ახსენეთ, ძალიან კარგი მაგალითები იყო. ერთ-ერთი არის მაგალითად, ხმა ცუდია, თუმცა ჯამში კარგი ლეპტოპია და დადებითად ვაფასებ. აი, ამ შემთხვევაში, როდესაც რაღაც ნეგატიური თქვეს და მე სიტყვა მაგრამით, თუმცათი, ასე ვთქვათ, გაბადილდა და საბოლოოდ დადებითი გამოდის, ხო? ან მაგარი ცუდი ლეპტოპია, მაგარი ამ შემთხვევაში, როგორც გამაძლიერებელი სიტყვა. მადლობა საბა Discord-ის ლინკის ჩაგდებისთვის. ხო, კერძო შემთხვევებს თუ დავამატებთ და დავიწყებთ დათვლას, ან ვიტყვით, რომ კარგი ეს სიტყვა თუა გამოყენებული, მაგრამ წინ მაგრამ უწერია, ამ შემთხვევაში რაღაც გავაძლიეროთ ნეგატივი ან გავაძლიეროთ პოზიტიური ემოცია, მაგ შემთხვევაში საოცრად დიდი გამოგვივიდოდა კოდი. GPT კიდე ბევრად კარგად ამოხსნის ამ ამოცანას, ვიდრე ჩვენი ალგორითმი. თუმცა ChatGPT არ ყოფილა ამაზე დატრენინგებული კონკრეტულად ამ ამოცანისთვის. და შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ GPT-საც შეუძლია შეცდომის დაშვება და განსაკუთრებით სარკაზმზე ეშლებოდა დასაწყისში. შესაბამისად, GPT-ს გააჩნია რაღაც გარკვეული სიზუსტე, accuracy, რომლის მიხედვითაც ზოგჯერ მანაც შეიძლება შეცდომა დაუშვას. ალგორითმის შემთხვევაშიც ნახეთ, რომ კლასიკური ალგორითმი ვერ ამოხსნიდა, თუმცა მანქანური სწავლების ალგორითმები ამას ბევრად უკეთხსნიან ასეთ ამოცანებს. ეხლა მოდი გადავიდეთ რამდენიმე მაგალითზე. ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების რეალურ სამყაროში. და ჩვენ ეხლა ერთად დავატრენინგებთ AI-ს. მინდა რომ ამ ლინკზე გადახვიდეთ. ყველა რომ მონიშნავთ, მე მეც გადავართავ. ამ ლინკს ჩაგიგდებთ, რას გაწვავებთ. კომპიუტერთან ვიწყართ, ალბათ უფრო გაგიმარტივდებათ. ეს ის ლინკი ხო არა შემთხვევით, რომ ასწავლი მაგალითად გაარჩიოს ერთმანეთისგან ადამიანი და ჟირაფი და რაღაც მომდოგვარი. მაგაზეც შეგიძლიათ დაატრენინგოთ. ეხლა მე კონკრეტულად ვიზავ დადებით ან უარყოფით ფოტოს ვაჩვენებ, ასე ვთქვათ რა, thumbs up და thumbs down. და მაგას გავაკეთებთ, მაგაზე დავატრენინგებთ. თქვენს რო გააკეთოთ, შეგიძლიათ ორი ნებისმიერი პოზა მოიფიქროთ, ან საკმაოდ კონტრასტული რაღაცები რომ იყოს. მაგალითად, არ ვიცი, გაგემებული და მოწყენილი სახით შეიძლება. რაიმე პრობლემები ხომ არ შეგექმნათ ვინმეს და გავიაროთ ერთად. ძალიან სახალისოა და კარგი იქნება თუ გავაკეთებთ. Okay. ეხლა მე რა გავაკეთე? დავარქვი class thumbs up და დავაჭირო რომ დააფიქსიროს ჩემი ფოტოები. როგორ მაქვს ხელი აწეული მაღლა ერდა. thumb მაღლა. სხვადასხვა პოზიციაში. 204 ფოტო გვაქვს. და ეხლა მოდი გავაკეთოთ thumbs down. იმედი მაქვს ეყოფა. კარგი. ეხლა ჩვენ გვაქვს 204 ფოტო. ასე და 240 ამდაგვარი ფოტო. მე ვთქვი რომ ეს ცალკე კლასია თქო
და ეს სხვა კლასია მეთქი. ანუ უკვე ასე ვთქვათ, გავყავი ეს ორი ტიპის ფოტო და ახლა დავაჭერ train models და ის შეეცდება ისწავლოს რა განსხვავებაა ამ ორი ტიპის ფოტოებს შორის. იმედია ძალიან დიდი ხანი არ დასჭირდება. მანამდე მითხრით თუ მოახერხეთ თქვენს რომ რაიმე აგეტვირთათ. უკაცრავად მე 5 ფოტო ავტორთან ხოლმე მუშაობს. ძალიან კარგი. ოკეი, მოდელი მზად არის. კაი, მშვენივრად მუშაობს. შეიძლება და ნაკლები ფოტოს მიმეც ალბათ. აქ გავიწევი. აი, უცნობ სცენებში შეიძლება გავუჭერდეთ, მაგალითად ბოთლი რომ მქონდეს, არა, არ უჭერს მაინც. კაი, ეს რო დამალული იყოს. კაი, მოკლედ, რა გავაკეთეთ ახლა ჩვენ? შევკრიბეთ ფოტოები ორი სხვადასხვა კლასის. და მოდელმა ისწავლა, როგორ განასხვავოს ერთი მეორესგან. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითი ჰქონდა. შევამას. გისმენ გიორგი? როცა ხელი საერთოდ არ ქონდათ აწეული, სულ თუმსაბს აჩვენებდა 100%-ს და მაგისტრის რამ მიზეზი ხომ არ არის? უცნობ მონაცემებზე უჭერს რა თქმა უნდა. საერთოდ არ უნახავს ხელი აწეული რომ არ მქონდა და მაგ შემთხვევაში რა ხდება? ამიტომ მაგ შემთხვევაში მოიქცა რენდომულად, ჩემი აზრით, მაგრამ 50-50-ზე შეიძლება და ყოფილიყო. კაი კითხვა, რატომ 100% აჩვენა ხომ რომ სამძაფარია. შეიძლება რაიმე ფოტო გამეპარა, სადაც არ მქონდა ხელი აწეული. და მაგით ოიფიქრა. კარგი. 100% იყო, ხო? მაგას დამთანხმე? დიახ. აი, მე დავხედავ. ალბათ შენახული იქნება მონაცემები. მე მგონი ერთი ფოტო გამეპარა დასაწყისში, 1-2. ოკეი. ეხლა შეგვიძლია ნახოთ. მაინტერესებს ხმას თუ გაიგებთ. AI დაგენერირებული სიმღერა. ესაც ერთ-ერთი მაგალითია. არის ის. არის ის. არის ის. აი, ლინკს ჩაგიგდებ და თქვენი დახედეთ. მაგრამ ნუ ალბათ წარმოგიდგენიათ რაღაც სიმღერაა უბრალოდ, საკმაოდ კარგი, რომელიც დაგენერირებულია AI-ს მიერ და საერთოდ ეს ბენდი არის AI generated ბენდი და მე მგონი საკმაოდ ბევრი მუსიკა აქვს. და მაგარი ის არის, რომ რაღაც პერიოდში Spotify-ზე ერთ-ერთი ყველაზე ტოპ მოსმენილი სიმღერა იყო ამათი AI დაგენერირებული სიმღერა. თქვენი აზრით, აი მანამდე რომ დიაგრამა გქონდა AI და მისი საბფილდები, საბსეტები. რომელ საბსეტს მიეკუთვნება სიმღერის გენერაცია და რომელ საბსეტს მიეკუთვნებოდა ჩვენი წინა მაგალითი, სადაც ფოტოებზე დავატრეინინგეთ მოდელი. ისმენ VT-Tech. ერთი იყო ესე იგი generative AI და მეორე deep learning-ი. ეს generative AI და წინა იყო deep learning-ი და ასევე computer vision-ის შერწყმა, ასე ვთქვათ, ხო? რაღაც მაგ პატარა შუალედს მიეკუთვნებოდა, იმიტომ რომ ფოტოებთან ჰქონდა კავშირი და ფოტოებზე დატრეინინგდა. კი ბატონო. ესეც საინტერესოა. გინახავთ თუ არა AI ინფლუენსერები? დიახ, კი. ქართული ვიდეოებიც გინახავთ ალბათ. ბებოები რო არიან. ოკეი, მოდი გადავიდეთ და ნახოთ ერთ-ერთი მაგალითი AI ინფლუენსერის. ეს პანელი აიტანა ლოპეზია ეს, რომელსაც ყავს 380,000 ფოლოვერი, 180 პოსტი, 188. და
ყოველ ჯერზე ერთი და იგივე სახეს ახერხებენ რომ ჰქონდეს მას და მაგარი ბიზნესი აიწყო სავარაუდოდ. თუ არ ვცდები, რაღაც ბრენდებთანაც აქვთ კომუნიკაცია და მოკლედ. ეს რომელ ტიპს მიეკუთვნება? გესმენია? ანუ მთლიანად თავის ფოტოები რაც ედო ამ გოგოს ეგრეთ წოდებულს ყველა AI-ით გაკეთებული იყო? კი. გაბრიელ? Generation AI. კი ბატონო. და ანუ ცოტა ხანში მე ლექციებში, საინტერესო ლექციები გელით წინ, ნახავთ როგორ კეთდება ეს ყველაფერი, computer vision NLP-ის generative AI-საც გაივლით, მგონი, კი, ყოველმად მოგვიანებით კურსში, stable diffusion მოდელები. და ნახავთ როგორ იწყება ასეთი თულები. მოდი გადავიდეთ უფრო საბაზისოზე. კიდევ რა არის AI? ეს რა არის, აბა ამ ფოტოდან ვის რა გონიათ რა? პირდაპირ გადააქვს Google-ს თუნდაც. ხო, mail-ზე როცა მოგდის რაღაც შეტყობინება, ახარისხებს spam-ია თუ არა. კი ბატონო. საკმაოდ ბევრს უნდა პასუხის გაცემა და მოდი პარამ ხელები ავიწიოთ, იმიტომ რომ მაინც ბევრი ვართ. მაგრამ კი ბატონო, დიდი მადლობა. მართალია, spam ფილტრია და AI მუშაობს მანდაც რომ განასხვაოს რეალური როგორც რეალურია, თუმცა ისეთი იმეილები, რომლებიც გჭირდება თქვენ versus spam-ი, რომელშიც წერია მოიგეთ ფული ან რაღაც ამდაგვარი. სელი ხომ არ ქონდა ვიღაცა საწაული ახლა გავიკონე. არა, უბრალოდ კლასიფიკაციის მაგალითია მაგის მომინდა. კი ბატონო. კი ბატონო. კიდე რა იყო კლასიფიკაციის მაგალითი, აბა? მანამდე რაც ნახეთ 3 ვარიანტიდან თუ 4. ისმენ გაბრიელ? Web კამერის მაგალითი. კი ბატონო, შვენიერი. ეგეც კლასიფიკაციის მაგალითი იყო computer vision-ში. ოკეი. კიდევ რა არის AI? ეს ერთ-ერთი მაგალითია optical character recognition-ის, ქართულად რომ ვთქვათ, ოპტიკური სიმბოლოთა ამოცნობად შეგვიძლია თარგმნოთ, მოკლედ OCR-ს ეძახიან. ეს არის ფოტოდან ან ნახატიდან ქარაქტერების ამოცნობა, ასე ვთქვათ, რომ ასეთ დახატული hello world ვაქციოთ ტექსტუალურ ინფორმაციად hello world. ასევე გვაქვს მანქანური თარგმნა. Google Translate მაგალითად იყენებს ტიპის machine learning-ს, რომელსაც უწოდებენ machine translations, რომელიც არა პირდაპირ სიტყვების თარგმნა, ანუ პირდაპირ სიტყვაში რომ თარგმნო, ბევრ ენაში, ასე საერთოდ არ მუშაობს და მე მგონი არც ერთ ენაში ეს იდეალურად არ ითარგმნება. ამიტომ ამ შემთხვევაშიც AI ძალიან გვეხმარება, რომ კარგი თარგმანი გავაკეთოთ. კიდევ გვაქვს ობიექტების დეტექცია, სეგმენტაცია, ეს ყველაფერი აქედან არის ფოტოებზე მუშაობა. მოდი განვიხილოთ სათითაოდ, მაგალითად, პირველი არის კლასიფიკაცია, სადაც ხედავთ, რომ AI-მ დააკლასიფიცირა ფოტო როგორც კატა. კლასიფიკაციას პლუს ლოკალიზაცია რომ დავუმატოთ, AI-ის შეუძლია რომ ასე ვთქვათ, bounding box-ი შემოხაზოს იმ ობიექტის გარშემო, რომელიც ამოიცნო. ობიექტის დეტექცია მაგალითად არის ბევრი ობიექტი, რომელიც შეამჩნია იმას გარშემო bounding box-ებს უკეთებს და სეგმენტაციის ამოცანა არის, რომ მართლა დაასეგმენტოს, არა მხოლოდ box-ი შემოხაზოს, არამედ კონკრეტულად ის ობიექტი ამოიღოს და ასე ვთქვათ, მის გარშემოწერილობა, რომელიც დაადეტექტა. რაიმე შეკითხვები ხომ არ გვაქვს აქამდე? ოკეი. კიდევ რა არის AI? მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, დამხმარე tool მეცნიერებაში, ხელსაწყო მეცნიერებაში არის AlphaFold. ვინმეს გაგიგიათ AlphaFold-ის შესახებ? მე არა. ოკეი. AlphaFold-ი მე ზუსტად მედიცინაში არ გამარკვევა დიდად სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ მეცნიერებს ეხმარება, რომ გაიგონ, ასე ვთქვათ, დააპრედიქტონ რა ტიპის
shape ექნება რაღაც თუ აქვს პროტეინების მოლეკულებს 3D-ში. რაც ეხმარებათ იმის ამოცნობაში თუ რა შეუძლია შესაბამისად ამ პროტეინის მოლეკულას. რაც ანუ AI-ს ამის გაკეთება რომ შეეძლოს, რასაც ახერხებს რამდენიმე საათში, ეს მეცნიერებს რაღაც რამდენიმე თვე, რამდენიმე წელი სჭირდებათ, რომ ექსპერიმენტალურად დაადგინონ. და ძალიან დიდი აღმოჩენა, ასე ვთქვათ, თუ breakthrough იყო AlphaFold-ი, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება, რომელიც არის Google-ის DeepMind-ის პროდუქტი. ვინმეს თუ კი გაინტერესებთ, არც ბიოლოგია, ბიოინჟინერია, გირჩევთ, რომ ეს შეამოწმოთ ძალიან საინტერესო ხელსაწყოა. და ყველაფერი აქ რაც არის, ლინკებია და მე სლაიდებს რო აგიტვირთავთ, გექნებათ ცდომა. აი, გადავიდეთ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ AI გამოყენებაზე, რომელიც არის რეკომენდაციის სისტემები. რამდენიმე მაგალითი მითხრეთ, სად გინახავთ რეკომენდაციის სისტემები. ეს არის TikTok, Instagram რა ძალიან ბევრი არის. Netflix-იც რო ავიღოთ რეკომენდაციებს გიგდებს, რასაც უყურებ იმის მიხედვით. Letterboxd-ის მაგაშვება. ბევრი რაღაც. კი ბატონო. ვინმეს კატას აქვს მომგონი კიდე მაგალითები? ხო, მეც მაგის თქმა მინდა და ზოგადად for you feed-ი არის. კი ბატონო, ძალიან ბევრია უკვე რეკომენდაციული სისტემები, თითქმის ყველგან შაშენებული. როგორც ახსენე Netflix-იც ერთ-ერთი ჩემი მაგალითი იქნება, ახლა როგორც ნახავთ. აქ მიდევს YouTube-ი და Amazon-ის რეკომენდაციები. აქ ვახსენებ თუ აი მოგვიანებით ვახსენებ. ერთ რაღაცას ეს არის Netflix-ის challenge-ი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩაატარა, ასე ვთქვათ, Netflix-მა. სადაც საპრიზო ფონდი იყო $1 მილიონი, თუ სწორად მახსოვს. კი ბატონო, $1 მილიონი. და ეს იყო მოკლედ ადამიანებს უნდა გამოეგონათ საუკეთესო ალგორითმი, რომელიც დააპრედიქტებდა და იწინასწარმეტყველებდა user-ი როგორ რეიტინგს მისცემდა ფილმს. მაგის მიხედვით, რაც უფრო უკეთ დააპრედიქტებდა ეს ალგორითმი, შესაბამისად ყველაზე კარგ suggestion-ებში ეგ იქნებოდა ყველაზე სასურველი, რომ Netflix მოექცია, ხო? ან საკმაოდ ისეთი დიდი პროდუქტია და ამის კარგად გაკეთება საკმაოდ დიდ თანხებთან ასოცირდებოდა Netflix-ისთვის მოგების მხრივ. და ამიტომ წლების წინ მათ დაკოსტეს ესეთი challenge-ი, 6 წლის წინ ყოფილა. და ნებისმიერ შეეძლო ამაში მონაწილეობის მიღება. ამასთან ერთად მინდა რომ გაგიზიაროთ თვითონ Kegli რა არის. ჯერ აქეთ გადავალ. ეხლა სადაც გაჩვენეთ ეს Netflix-ის challenge-ი, რომელშიც მონაწილეობასაც თქვენს მოახერხებდით რომ მიგიღოთ მონაწილეობა 6 წლის წინ, მაგრამ ეხლა სხვა challenge-ებია, ამიტომ ან მაინც ძალიან სახალისოა ეს სფერო, რომელიც ძალიან ახლოა იმასთან, რასაც ახლა ჩვენ გასწავლით საოლიმპიადო კურსზე. ჩვენი მიზანია რომ, ასე ვთქვათ, competitive შეჯიბრების მხრივ მიდრეკილი სტუდენტები გამოგზარდოთ. და Kegli არის პლატფორმა, სადაც დევს ასეთი შეჯიბრებები, competition-ები. როგორც Netflix-ედო, ასე ბევრ სხვა კომპანიასაც უდევს სხვადასხვა competition-ები Kegli-ზე. თუ კი თქვენ მიგიღიათ მონაწილეობა პროგრამირების ოლიმპიადებში ან რაიმე სხვაში, ალბათ წარმოდგენა გექნებათ რა ტიპის ამოცანები შეიძლება დაგხვდეთ აქ. და მოკლედ ვინმე თუ დაინტერესებული იქნებით, გირჩევთ რომ Kegli-ზე გადახვიდეთ და ამოცანები ამოხსნათ. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტია ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად, როდესაც უკვე ასე ვთქვათ, მოკრებილი გაქვთ ძალა და ცოდნა იმისთვის, რომ ასეთ შეჯიბრებებს შეერკინოთ. ოკეი. ეხლა ოდნავ უკან გადავალ და მინდა ვისაუბრო სულ ცოტათი რეკომენდაციის სისტემებზე, სადაც როგორ ფიქრობთ, როგორ მუშაობს ეს რეკომენდაციის სისტემები, ანუ რა მონაცემებს იყენებენ იმისთვის, რომ კარგი რეკომენდაციები გაგიწიონ თქვენ. ისმენ გაბრიელ? ის ნახულობს შენ წინა როგორი რა ნახე, რა უყურე, რა იყიდე და მაგ ეგზამპლების შეხედვის შემდეგ ნახობს დაახლოებით იგივე პროდუქტებს. კი ბატონო. ზუსტად ეგ მაგალითია აქ ფოტოში მოყვანილი. ვინმეს გაქვთ თუ არა სხვა მოსაზრება?
კიდევ როგორ შეიძლება რეკომენდაციის გაწევა, თორე სრულიად სწორი მიდგომაა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიდგომაა, რომელსაც იყენებენ ამ ტიპის ალგორითმში. მია. ჩემი აზრით, თუნდაც იმასაც თვალისწინებს, რამდენ ქულიან, ანუ იმდb რამდენი აქვს თვითონ ფილმსაც, ანუ შენ თუ მაღალ ქულიანებს უყურებ, ესე იგი მაღალ ქულიანები მოგწონს და ეგეც ადგეს. ან კიდევ დრამატიზირებული თუ არის, ან რაიმე science fiction, ან რა მაგდაგვარი მაგის მიხედვითაც აკდებს და კიდევ თუნდაც აი სერიალები უფრო მოგწონს თუ ფილმები მაგის მიხედვითაც. ბევრია კიდე სხვა პატერნებს ადგენს და მე გაწევს რეკომენდაციებს რა. კი ბატონო, ეს არის ახლა რაც ჩამოთვალე რამდენიმე მაგალითი, დრამა თუ სერიალია, IMDb რამხელა აქვს, რა რეინჯშია IMDb, ეს ყველაფერი არის იმის მაგალითი, რა შეიძლება იყოს ინფუთი, ასე ვთქვათ, შემავალი ინფორმაცია მოდელისთვის, იმისთვის რომ მე გიწინასწარმეტყოს ყველას. სწორი, ხო. კი ბატონო. კიდე სხვა ვარიანტი თუ არის თქვენი აზრით? ეს არის? იმის მიხედვითაც არჩევს, რაც არის პოპულარული წესით ამ მომენტში, ანუ რასაც ხვები უყურებენ და არა შენ, მაგალითად, ანუ ყველაზე მეტად რეიტინგულებსაც გიგდებს. და ორა კი ბატონო. ვიყიდება რაც უყურებენ, იმას გიგდებს ხოლმე ხშირად. კი ბატონო, ახლოს მივდივართ იმ პასუხთან, რომელიც მინდა რომ იქნებ ვინმე მიპოვოთ. თუმცა ესეც სრულიად სწორია. გიორგი. Google-დან ნაყიდი ინფორმაციას იყენებს. ეგ არ ვიცი რამდენად გახსნილი ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება, კი ბატონო. DT-Tech. მსგავსი რაღაცა უნდა მეთქვა, ანუ cookie ჩანაწერები და სხვა კომპანიებისგან ინფორმაციების ყიდვა რა. კი, ეს ყველაფერი არის ინფორმაცია, რაც Netflix გააჩნია კონკრეტულად ამ user-ზე. თქვენ ახლა ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ, არის აი ამ კატეგორიის სხვადასხვა ინფორმაცია კონკრეტულად ამ user-ზე. კიდევ რა მიდგომა თუ შეგიძლიათ რომ წარმოიდგინოთ, რაც შეიძლება გამოიყენოს სარეკომენდაციო სისტემამ. ვთქვათ, სტატისტიკებით. წამიდამთავროთ. ხო. კარგი, შეიძლება გქონდეს პასუხი. ვინ საუბრობდა? გაბის აქვს ხელი აწეული და. ჩემი არის რამდენი ხანი უყურებდი, რამდენი ხანი ქონდა დაპარაზებული შეფასებების მიხედვითაც რევიუებში, ხა რა მოეწონა და რის მსგავსი შეიძლება იყოს ეს და ჟანრების მიხედვითაც შეიძლება განსხვავდებოდეს. საერთოდ რამდენი ჟანრი ხო არის, მაგრამ რამოდენიმე ჟანრში შეიძლება შედიოდეს ეს კინო მაგალითად და რამდენად ემთხვევა მისი მაგალითები მაგის მიხედვითაც შეიძლება ნახონ. კი ბატონო. მოდი ახლა პატარა hints მოგცემთ, რომელიც წაგეხმარებათ. თქვათ, მე ვარ ახალი user და Netflix ჩემზე არც Google-ისგან გააჩნია რაიმე ინფორმაცია და არც იცის მანამდე რა მეყურებია, რა მომწონს. ამ შემთხვევაში რითი როგორ გამიწევს რეკომენდაციას? გაბი, აქვს აწეული ხელი. ავიდა, მე მქონდა ხელი. ოკეი. აი, შემდეგი არის ანიტა. ანიტა. ოკეი, ელენაზე გადავიდეთ. რეგისტრაციის დროს აუცილებლად არის ხოლმე ჩამოთვლილი რომელი ჟანრის ყურება გვინდა და იქ არჩევის ისიც არის ხოლმე რეგისტრაციის დროს შეგვიძლია ამის გაკეთება. კი, ეგეც შეიძლება. თქვათ არაფერი არ მივუთითე. ანუ ინტერესი არ მივუთითე, როგორი დრამები მომწონს, თუ სერიალები მომწონს, თუ რა არის. ლუკა იმედაშვილი. შეიძლება რეგიონის მიხედვით, ანუ ჩემ რეგიონში რა არის პოპულარული. ოკეი, ახლოს მივიდივარ. მოდი, მე განვახსოვ ახლა ერთ-ერთი ტიპის რეკომენდაციები არის, როდესაც თქვენზე აქვთ ინფორმაცია, მაგალითად ეს ადამიანი ცხოვრობს თბილისში, არის ამა და ამ ასაკის, იმიტომ რომ დაბადების თარიღის მითითება უმეტესწილად გიწევთ ხოლმე. და მინიმალური ინფორმაცია, რაც გააჩნია Netflix თქვენზე, დაძებნის თქვენაირ სხვა ადამიანებს
იგივე არეალში, იგივე ასაკის რეინჯში და მაგის მიხედვითაც შეუძლიათ რეკომენდაციების გაწევა. ანუ თუ კი მანამდე არანაირი ინფორმაცია თქვენზე არ გააჩნიათ, watch history თუ კი არ არის თქვენზე არანაირი, ესეც ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც მოდელს ეხმარება, რომ სულ თავიდან რეკომენდაციები გაგიწიოთ ასე თუ ისე კარგი ხარისხის. ოკეი. რა ტიპის მანქანური სწავლებები არსებობს? დავბრუნდეთ ისევ თეორიაში ოდნავ. ერთ-ერთი მანქანური სწავლების ტიპი არის supervised learning. სულ ორი მთავარი კატეგორია გვაქვს. ერთ-ერთი არის ეს, სადაც ქართულად რო ვთარგმნოთ, ალბათ ზედამხედველობითი სწავლება შეგვიძლია ვუწოდოთ. და ამ ტიპის სწავლებაში გვაქვს მოცემული რაღაც მონაცემები, თუმცა უნდა იყოს წყვილი. გვაქვს რაღაც მონაცემზე ინფორმაცია, შეიძლება ეს იყოს. მოდი მოვიყვანოთ მაგალითი. თქვათ გვაქვს ფოტო და ფოტოზე არის ინფორმაცია არის თვითონ ფოტო, მაგრამ წყვილი, ანუ Y იქნება ამ ფოტოში კატა არის თუ ძაღლი. თუ კი კატა არის, Y იქნება კატა, თუ კი ძაღლია ამ ფოტოში, მაშინ Y იქნება ტოლი ძაღლის. ამ Y-ს ვუწოდებთ earlinks, labels. და ასეთი ტიპის სწავლებაში ალგორითმმა უნდა დაგვიბრუნოს earlink, ხო? ანუ რეალური output-ი ასეთი ტიპის მოდელის, როდესაც შედის ფოტო, უნდა გამოდიოდეს პასუხი, კატა არის თუ ძაღლი. ეხლა მოვიყვანოთ ზუსტად კლასიფიკაციის ამოცანის მაგალითი. როდესაც Y იღებულობს მნიშვნელობებს რაღაც სასრული სიმრავლიდან, მაგალითად თუ კი კლასიფიკაციას ვაკეთებთ კატასა და ძაღლს შორის. ასევე შეგვიძლია გქონდეს რეგრესიის ამოცანა, სადაც Y იქნება რაღაც უწყვეტი ცვლადი და შეუძლია მიიღოს უსასრულოდ ბევრი მნიშვნელობა. მაგალითად ავიღოთ სახლების ფასის წინასწარმეტყველება. თუ კი მონაცემები გვაქვს ძალიან ბევრ სახლზე, მაგალითად რაღაც ვებსაიტზე შევედით და ძალიან ბევრი მონაცემი შემოვუკრიბეთ სახლებზე, რომლებიც ამჟამად იყიდება, ჩვენ გვექნება სახლებზე ისეთი მონაცემები, როგორიც არის ფართობი, რომელ სართულზეა, რომელ უბანშია. თუმცა ასევე გვექნება რაღაც Y, რაღაც early-ი. ამ შემთხვევაში იქნება ფასი, მაგალითად რაღაც 50,000 ან რაღაც 60,000. ზუსტად ეს Y-ია, რაც მოდელს უნდა რომ იწინასწარმეტყველოს და დააპრედიქტოს. თუ კი ჩვენ მოდელს ვატრეინინგებთ ისეთ მონაცემებზე, სადაც გაგვაჩნია მონაცემი ისევე როგორც მისი early-ი, ამას ეწოდება supervised learning. თუმცა არსებობს ამოცანები, სადაც ეს early-ი არ გვაქვს. მაგალითად ავიღოთ, აი მაგალითს გაჩვენებთ. სურათი, რომელზეც არ გვაქვს early-ი, ანუ რა ტიპის სურათია, არ ვიცით, შეიძლება ძალიან ბევრნაირი სურათი არსებობდეს, თუმცა ჩვენ გვინდა რომ მოდელმა რაღაცნაირად ერთმანეთისგან განაცალკევოს მსგავსი ტიპის განაცალკევოს განსხვავებული ტიპის სურათები. თუმცა ასევე გვაქვს სურათები, რომლებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მაგალითად, შესაძლოა ვან გოგის ფოტოები ერთად გვინდოდეს, რომ დავაწყვილოთ. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სუპერვიზირებული სწავლება და დავწეროთ, რომ ვან გოგის ფოტოებია და early-ი მივცეთ, ან შეგვიძლია არ მივცეთ, უბრალოდ ძალიან ბევრი ფოტო ჩავუგდოთ მოდელს, ასე ვთქვათ, და მან ისწავლოს pattern-ები, ისწავლოს რაღაც კანონზომიერებები, რომლებიც მსგავსია ერთნაირი ტიპის ფოტოებს შორის, თუმცა განსხვავებულია სხვადასხვანაირი ფოტოებს შორის. მაგალითად, ამას გაიხანი დასჭირდება, მანამდე ჩართული მქონდა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. მადლობა შოთას ლინკისთვის, სადაც Google-მა მოკლედ გააკეთა ექსპერიმენტი და აქ ჩაყრილია ძალიან ბევრი ხელოვნების ნიმუში. ეს არის წარმოსახვითი სივრცე ვუწოდოთ, რომელიც რეალურად ძალიან მრავალგანზომილებიანია, თუმცა ჩვენთვის იოლად წარმოსადგენად ესე არის გაკეთებული. და როგორც ხედავთ, ასე თუ ისე კლასტერებს ხომ ამჩნევთ, რომ რაღაც მსგავსი ტიპის, მსგავსი ფერების ან სტილის მქონე ნახატები დაჯგუფებულია ერთად. შევხედოთ ერთ-ერთ მაგალითს, თუ გამოვიდა დაზომა. წვალება. კაი, ეს არის რაღაც
ჩინურ ან იაპონურ ტიპის ნახატებს გავს, ხო? და ყველა ასე თუ ისე ერთი და იგივე სტილისა. იმის შემჩნევად შეიძლება ალბათ, რომ აი მხოლოდ შავ-თეთრები უფრო ერთად არის დაწყვილებული და ფერადები უფრო ერთად არის. აი ოდნავ ფერი რასაც აქვს. ესენი მაგალითად ძალიან მსგავსია და ძალიან ახლოს იმყოფება ამ სივრცეში ერთმანეთთან. და კიდე ძალიან ბევრი კლასტერია და ერთნაირები, ასე ვთქვათ, ერთად არის თავმოყრილი, განსხვავებულებს შორის კი ოდნავ სივრცეა შექმნილი. მოკლედ ასეთი ტიპის ამოცანებს ასეთი ტიპის მანქანურ სწავლებას ეწოდება unsupervised learning, სადაც იარლიყი არ გაგვაჩნია, თუმცა მოდელს მაინც შეუძლია რაღაც კანონზომიერებების ამოღება და ვუწოდოთ ამას რაღაც მაღალ განზომილებიან სივრცეში ამების ერთად დაწყვილება და კლასტერებად დაყოფა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი unsupervised learning-ის. ორი ძირითადი კატეგორია მოვიარეთ, ეს არის supervised და unsupervised. თუმცა ასევე არსებობს სხვა კატეგორიები, მაგალითად reinforcement learning-ი არის, როდესაც მოდელს, ასე ვთქვათ, ეუბნები აი რობოტს რო ვასწავლოთ მაგალითად, რომ რამეს თუ დაეჯახებით, ცუდია და ერთი ფულა გამოგაკლდება. მაგრამ თუ კი მოახერხებ, რომ სწორად გაიარო ამ კარებში, ერთი ფულა მოგემატება. რაღაც რევარდები, ანუ ასე ვთქვათ, მოგება რომ მივცეთ მოდელს, რაღაც პლუსში გავიყვანოთ კარგი საქმის შესრულებისთვის, ან პირიქით მინუსი დავუწეროთ და ნეგატიურში გავიყვანოთ, ასე ვთქვათ, ცუდად საქმის ცუდად გაკეთებისთვის. ეს არის reinforcement learning-ის ტიპის კატეგორია. მაგალითად, ChatGPT-ში შეგვხვედრიათ თუ არა, რომ როდესაც ზოგჯერ, თუმცა ყოველთვის არა, რომ შეკითხებით რაღაცას, ზოგჯერ ორ პასუხს გაძლევთ. აი ორი ცალი რესპონსი ქონიათ ვინმეს? გიგი ხელი გაკაცაული. გვერდი. იმქონია და რომელი უფრო მოგწონს. ამ შემთხვევაში იყენებენ თქვენს პასუხებს GPT-ს გასაუმჯობესებლად. თქვენს გარდა მანამდე ასე ვთქვათ, ექსპერტებსაც იყენებდნენ ამისთვის, თუმცა ესეც მე მგონი ერთ-ერთი გზაა, რომ მათ გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქტი. ამას უწოდებენ reinforcement learning with human feedback. ანუ თქვენს feedbacks იყენებენ იმისთვის, რომ მიხვდნენ, რომელი პასუხი ჯობია მეორეს. ასეთი კითხვის შემთხვევაში. ასევე არის self და semi-supervised learning-ი. მე მგონი ოდნავ მოგვიანებით კურსში ან ნაკრების მეცადინეობებზე შეიძლება გაიაროთ ეს. მაგრამ ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს, რომ აი semi-supervised learning-ში თუ კი გვაქვს რაღაც მილიონობით ფოტო, ყველასთვის ლეიბლის შექმნა შეიძლება რთული იყოს თქვენთვის. ანუ ხშირად დიდ მონაცემებზე გვიწევს მუშაობა და იმის დრო და ფუფუნება არავის არ აქვს, რომ დაჭდეს და ყველა ფოტოს დააწეროს ამაში კატაა თუ ძაღლია, ხო? ხელით რო შეიყვანოთ რთულია. ამიტომ ზოგჯერ მაგალითად 1000 ფოტო თუ შემოგივიდათ, შეიძლება აიღოთ და 100 ცალს დააწეროთ კატა ამაში თუ ძაღლი, მაგრამ შემდეგ ამ 100 ცალზე დატრენინგებულმა მოდელმა ეს 100 ცალზე დატრენინგებული მოდელი აიღოთ და დანარჩენ 900 ფოტოზე უთხრათ, რომ დამიგენერირე, აბა ამ ფოტოში კატაა თუ ძაღლია. რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ამ შემთხვევაში? თქვენი აზრით. ლუკა? თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება არასწორად მიუთითოს და ადამიანის ჩარევა ხდება საჭირო. კი ბატონო, ეგ პრობლემა იქნება, რომ არასწორად დალეიბლოს და უკვე არასწორი მონაცემებით მოდელის დატრენინგება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ არის, როდესაც მონაცემები არასწორია, მოდელის გაუმჯობესება ძალიან რთული ხდება. გაბრიელ? სხვანაირი ჯიშის ძაღლი ან კატა თუ ყავს, ან ძაღლი კატას თუ ყავს. ხო, ანუ გაუჭირდება მაგ შემთხვევაში, ან შეიძლება დიდი ალბათობით შეცდომა დაუშვას და მერე ჩვენ ეს დალეიბლებული შეცდომა თუ დაუშვა, უკან მოდელში რო ჩავა, უკვე ასე ვთქვათ, გაფუჭდება მოდელის ხარისხი. ლუკა? ან ორივე იყოს, ან კატაც და ძაღლის იყოს ეს ფოტოში, ან არც ერთი რომ იყოს. კი ბატონო, ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა data science-ში და machine learning-შიც, როდესაც მოგდის ასე ვთქვათ ჭუჭრიანი მონაცემები, რომელიც გასასუფთავებელია ხოლმე data cleaning-ის სჭირდება. ილია? შეიძლება დატრენინგებული ინფორმაცია არ იყოს საკმარისი ამ მოდელისთვის, რომ გაარჩიოს რომელიმე ფოტო მაგალითად თუ იქნება ის განსხვავებული. გაქვთ თუ არა რაიმე ამოხსნის
როგორ შეიძლება რომ თლად საქმე არ გააფუჭოს ამ მოდელმა? აი ყველაზე ასე ვთქვათ უსაფრთხო ვარიანტი რა იქნებოდა? არ ვიცი, შეიძლება უფრო ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს ან თავიდან თვითონ მოდელის პასუხს დავაკვირდეთ და ამის შედეგად თავიდან გადავატრენინგოთ. ან ფოტოზე რომ მუშაობდეს დაუშვათ უფრო შეცდომას დაუშვა უფრო მარტივად გაასწოროს ადამიანმა. ჩვენ რო გავუსწოროთ შეცდომები. ხო, ეგეც კი, მაგრამ ნუ ადამიანის ჩარევა დასჭირდება. გიორგი, მე ლუკა და მე გეტყვით როგორ შეიძლება ერთ-ერთი კარგი ვარიანტი. წინაზე თუმს დაუნი რომ იყო, იქ აჩვენებდა პროცენტობით, რამდენად დარწმუნებული იყო, რომ თუმსაფი იყო თუ თუმს დაუნი და შეგვიძლია მხოლოდ მივანიჭოთ ეს სათაური ამ ფოტოს თუ რაღაც 90%-ზე მეტი ან სავარაუდოდ რაღაც მას. ზუსტად ეგ პასუხი მაქვს მეც. ანუ შეგვიძლია რომ კი ბატონო, ეს 100 ცალფოტოზე დატრენინგებული მოდელი ავიღოთ, მე 900-ზე გავუშვათ და ვნახოთ ყველაზე დარწმუნებული ამ 900 ფოტოდან რომელზეა მოდელი, იმიტომ რომ accuracy გაგვაჩნია. ამოვირჩევთ რამდენიმე ფოტოს, რომელზეც მოდელი ძალიან დარწმუნებულია, რომ სწორად იცის პასუხი და შეგვიძლია ახლიდან გადავატრენინგოთ უკვე რაღაც 120 ცალფოტოზე მაგალითად და ასე განვაგრძოთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი სოლუშენია, კი ბატონო. კარგი. ამაზე თითქმის უკვე ვამთავრებ მაშინ ლექციას. საბოლოოდ, ეხლა ჩვენ კი განვიხილეთ ფოტოები, განვიხილეთ აი აუდიო მაგალითად სიმღერა როგორ გენერირდება, მიმუშავეთ კიდე რა ტიპის მონაცემებზე, რა ვიცი. ჩვეულებრივ ციფრებზეც ვიმუშავოთ, როდესაც მაგალითად Netflix-ის მაგალითი განვიხილეთ. მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ ფოტო დადის პიქსელებად, პიქსელები გადადის RGB ფორმატში, ფერებად ან სხვა ტიპის ფორმატშიც. აუდიო გადადის ტალღებად, ტექსტი იქცევა ტოკენებად. ამას მე natural language processing-ში ვისწავლით, ბუნებრივი ენის დამუშავებაში. ტოკენებიც, ტალღებიც, პიქსელებიც საბოლოოდ შეგვიძლია გადავიყვანოთ რაღაც რიცხვებად და რიცხვები შეგვიძლია ნოლებად და ერთებად, ბიტებად გადავიყვანოთ. და საბოლოოდ მოდელი მაინც, ანუ ასე პირდაპირ ფოტოზე ვერ მუშაობს, პირდაპირ აუდიოზე ვერ მუშაობს და ტექსტზე ვერ მუშაობს. ამიტომ გვჭირდება რომ მონაცემებს გავუკეთოთ პრეპროცესინგი, ან თქვენ გამოიყენებთ ბიბლიოთეკებს, რომლებიც ამას თქვენთვის გააკეთებენ, თუმცა ყველაფერი მოდელისთვის დადის ბოლოს რიცხვებზე და ნოლებსა და ერთებზე. შემდეგ ლექციებში კი გაივლით. შემდეგი ლექცია გექნებათ Python-ზე, თუ არ ვცდები, სადაც გაივლით ამ ყველაფერს საბაზისოს. რაც გჭირდებათ, რომ ასეთი მოდელების აწყობა შეგეძლოთ კურსის ბოლოს. ახლა ოდნავ მინდა განვიხილო რა განშტოებები შევა ოლიმპიადაში. ოლიმპიადაში საჭირო იქნება, რომ იცოდეთ ზუსტად ეს Python-ი რაც გიხსენეთ, იმიტომ რომ Python-ით მე კონკრეტული ბიბლიოთეკების გამოყენებით შეგეძლებათ, რომ მონაცემებზე იმუშაოთ. ეს არის foundational skills, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ და თავიდან აგირჩევთ ოლიმპიადაზე პირველ რიგში უნდა ენდოთ თქვენ თავს და არა რაიმე AI-ს, ამიტომ ახლავე უკვე რაიმე დავალებების შესრულებას რო დაიწყებთ, გირჩევთ, რომ GPT არ გამოიყენოთ. კლასიკური machine learning-ი იქნება ოლიმპიადის ერთ-ერთი ნაწილი. ნეირონულ ქსელებზე და ხრმასწავლებაზე იქნება ასევე. ამ ზაფხულს მაგალითად ბევრი მოგვივიდა computer vision ამოცანა და ბუნებრივი ენის დამუშავება და ახალი თემატიკა იქნება კიდევ აუდიო. აუდიო ამოცანები. ხო, კონი ეს არის და ეს. რაიმე შეკითხვები ხომ არ გაქვთ? არა, ჩემი ლექციიდან დავალება არ გექნებათ შემდეგი შეხვედრისთვის, თუმცა შემდეგი შეხვედრაზე თუ არ ვცდები, უკვე მოგეცემათ დავალება, იმიტომ რომ Python-ს დაიწყებთ. ეს უფრო ზედაპირული მიმოხილვა იყო AI-ის, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რა ტიპის პრობლემების გადაჭრა შეგიძლიათ და ზოგადად წარმოდგენა რომ შეგქნოდათ. გისმენთ მე? პრეზენტაცია რო გავაგზავნოთ შეგიძლიათ მე? კი, ყველაფერი აიტვირთება Discord-ზე ვაგზავნით პირველ რიგში. Discord-ზე ვინმე თუ არ ხართ დაჯოინებული, ლინკი ჩატში იყო. კარგი მადლობა. YouTube-ზეც ატვირთულია ხოლმე ლინკი. გიორგი? იმ პლატფორმაზე მაინტერესებს შეჯიბრები რომ იყო ოღონდ AI-ში.
ანუ მაქვს რამე ისე ხდება, დიდი კომპანიები ატარებენ მარტო თუ რეგულარული კონტესტებით არის ყოველკვირა. რეგულარული კონტესტებიც არის. Codforce-ში კი, Codforce-ის მაგვარიც, ანუ საკმაოდ ბევრია, რომელსაც დიდხანს გაძლევენ. ანუ რაღაც 3 საათიანი, 4 საათიანი არ არის როგორც Codforce-ზე. იმიტომ რომ, ნუ ამ შემთხვევაში AI მოდელებს სჭირდება დატრეინინგება სჭირდება ან კარგი GPU, ან ბევრი დრო. ამიტომ ხო, ოდნავ დიდხნიანი კონტესტებია. თუმცა არის ისეთი კონტესტები, სადაც არ არის საჭირო რომ ძლიერი კომპიუტერი გქონდეთ და რაიმე დიდი დაატრეინინგოთ. რომც არ გქონდეთ ძლიერი კომპიუტერი, კაგოს თვითონ გააჩნია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ მაგათი GPU-ები გამოიყენოთ მგონი, ან CPU-ები. ხო, მაგრამ კი Codforce-ის სტილშია, იმიტომ რომ ერთმანეთს ეჯიბრებით, რანგსაც ხედავთ, თუმცა უფრო დიდხნიანი არის ხოლმე. საბა? აი, სორა ხო იცით ვიდეოებს, რომ ვიდეოების AI რო არის. ამ შემთხვევაში Gen AI იქნება, ხო? ჩვეულებრივად. კი, გენერაციული AI. გაბრიელ? Python-ზე თუ არაფერი არ ვიცი, თუ არ გავავლით ამ კურსს? Python-ის ლექციები გექნება ზუსტად შემდეგი. საწყისებიდან დაიწყება, თუმცა საკმაოდ მალე შევეცდებით, რომ ისეთ დონემდე მიგიყვანოთ, რომ სადღაც 2-3 ლექციაში უკვე შეგეძლებათ კარგი კოდის დაწერა და საკმაოდ ცოდნა გექნებათ, რომ მონაცემებთან იმუშაოთ. მადლობა. ამიტომ შემდეგ ლექციები არ გააცნიოთ. Python-ი რომც იცოდეთ, შესაძლოა არ იცოდეთ იმ მიმართულებით, რაც AI სჭირდება. ანუ არის კონკრეტული ბიბლიოთეკები, რომლებიც ოდნავ უფრო სპეციფიკურია და სჭირდება ან ცოდნა. უბრალოდ Python-ის ცოდნა საკმარისი არ არის ხოლმე. კარგი. შევაჩერებ მაშინ recordings.